სიგნიფიკაცია. ნახოთ უცბად რა მიდის ჩვენ ცხოვრებიდან, რა მიდის სამყარო, რა მიდის და რა მოდის, რა შემოდის ჩვენს ცხოვრებაში ამ თვის ბოლომდე, რა შემოდის ჩვენს ცხოვრებაში ამ თვის ბოლომდე. მნიშვნელოვანი დიდი ცვლილება. რას გულისხმობთ სიგნიფიკაციაში? ახლა როგორი რაღაცა იცით გოგოებო? აქ მამაკაცი ვიღაც მამაკაცზე გაქვთ თქვენ მოკლედ ეჭვი არის ისეთი, რომ მამაკაცი ხო არ გატყუებთ, რომელმაც თქვენს ცხოვრებაში ნაბიჯი გადმოდგა, ან მამაკაცი თქვენს ცხოვრებაში, რომელმაც რაღაც ესეთი სიგნიფიკაცია ღმერთო რა უცნაურია, ერთი წამით. შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში მამაკაცი, რომელთან დაკავშირებითაც თითქოს წარსულიდან გაგანთავისუფლათ ამ ადამიანმა, დიდი ხნის, არ ვიცი ვინ შემოხვედით, ახალი ვიღაცა ხართ აქ, ვისაც ეს ვიდეო შეგხვდათ, თქვენთვის არის რა. წარსულიდან გაგანთავისუფლად მამაკაცმა თავისი ემოციით, თავისი სიყვარულის შემოტანით თქვენს ცხოვრებაში, რომელიც საკმაოდ ძლიერი პირობით მოვიდა თქვენთან, სიძლიერით შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში და არჩევანი გააკეთა შენზე. ადამიანი, რომელმაც თითქოს ძველ დამოკიდებულებებს დაგაღწევინა თავი. გამიგე და ადამიანი, რომელიც როგორც დედაშვილი უყვარს ბრჭყალებში, ახლა მივხვდით ხო, ესეთი სუფთა სიყვარულით არის თქვენს ცხოვრებაში. ღმერთო არ ვიცი ეს ვისია, დაწერეთ რა. ნახოთ თუ იცანი თქვენი თავი, რა მიდის. მიდის მძიმე მდგომარეობა, გამოუვალი სიტუაცია, თითქოს შეიძლება კომუნიკაცია გქონდათ მამაკაცთან, რომელთანაც ვერ ხდებოდა ბალანსი. მიდის დისბალანსური მდგომარეობა, მოულოდნელი ქმედებები, რომელიც თითქოს გამოსავლის მდგომარეობა იყო ხოლმე, მაგრამ რეალურად ჩიხი იყო, ვერ პოულობდით გამოსავალს ამ დისბალანსური, მოულოდნელი შეტყობინებებით. ღმერთო, ვინ ხართ, რვისია ეს ინფორმაცია? მძიმე სიტუაცია შეტყობინებების მოლოდინთან დაკავშირებით, რომელიც თითქოს მოულოდნელად შემოვარდებოდა თქვენს ცხოვრებაში, მერე ისე ტვირთად დაგაწვებოდათ, პოულობდით გამოსავალს, როგორ ასე ვთქვათ, დაგებალანსებინათ ეს სიტუაცია. ეს სიმძიმე, დისბალანსური კომუნიკაცია, საიდანაც ფიქრობდით, რომ დასრულდება ეს ყველაფერი, რაღაცა ბალანსში გავალთ,
ძალიან დიდ ტვირთად გქონდათ თქვენ აკიდებული რა, აი ეს მიდის. რას გულისხმობთ კიდევ უფრო? რა მიდის? ახალი ეტაპის მოლოდინი, როგორც გითხარით, სტაბილურობის მოლოდინი. და ამ ახალ ეტაპთან დაკავშირებით რა იყო ეს ახალი ეტაპი? წინსვლა, ხო? შეიძლება ელოდებოდით ამ ადამიანს შორის გზიდან უნდა ჩამოსულიყო, გეუბნებოდათ ჩამოვალ, მე რაღაცა ინფორმაცია მოვიდოდა მოულოდნელი, რომელიც გაბრაზებდათ, ვერ ჩამოდიოდა მარტოობა თითქოს, აი სულ მე როგორ უნდა ვიყო ამ სიტუაციაში რაღაცა მართველის პოზიციაში მდგომარეობა, ჩამოვა არ ჩამოვა, გადმოდგავს ნაბიჯს არ გადმოდგავს ნაბიჯს და აი ამ ახალი ეტაპის მოლოდინში უკვე როდესაც არაერთხელ მოხდა, ხო, არაერთხელ მოხდა ჩემო კარგებო ისე, რომ გაუტარეთ თითქოს, რაღაცა გამოსავალი იპოვეთ და ასე შემდეგ, მაგრამ იმ ახალი ეტაპის მოლოდინისთვის, მაგრამ არ ხდებოდა ეს ახალი ეტაპი. აი ეს მოლოდინი, ეს სიმძიმე, ეს დისბალანსური შეტყობინება, რომ დავამთავრებ ამ მძიმე მდგომარეობას და გადავჭრ პრობლემას, აი ეს მდგომარეობა მიდის შემოძვირფასებას, სხვათა შორის აი ისე, რომ ვერც მოიაზრებთ, უცებ წავა, რა შემოდის დიდი ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში. რა შემოდის? აი ეს ნახეთ როგორი რაღაცაა. ვიღაცა ვინც იყო სამკუთხედში, ვიღაცა ვინც სულ მოლოდინის რეჟიმში იყო. ვიღაცა ვინც ძალიან კრიზისულ ემოციებში იყო. ელოდებოდა შანსს ახალი ეტაპის დასაწყებად. ნაბიჯის გადმოდგმას, დასრულებას იმ სიტუაციის მანამდე რაც ხდებოდა და ასევე ფიქრობდა რომ ლოდინს აქვს აზრი თუ არა აქვს, დაიწყება თუ არ დაიწყება. ეს მიდის და შემოდის შენი ქალური ენერგიების ბალანსი, დასტაბილურება, თითქოს მიდის შემოძვირფასება, ამას წერტილს უსვამთ, რომ აი იმ რავი თუ კი რამე შეიძლებოდა ამ სიტუაციაში ყველაფერი გააკეთეთ რა და აქ იღებთ გადაწყვეტილებას, რომ всё, მე ვამთავრებ ამ ყველაფერს და ამაში გეხმარებათ ეს ახალი ადამიანი, აქ ბედი იცვლება, შემოდის მამაკაცი, რომელიც აბსოლუტურად გამოგიყვანთ აი ამ კრიზისებიდან, გამარჯობა თქვენი. რომელსაც შეიძლება ეხა ყურადღებას არ აქცევდით, ან თუ არ არის თქვენს ცხოვრებაში ეხლა ადამიანი, ახალი ადამიანი, იცოდეთ რომ ეს მოფრინავს, მოდის ძალიან დიდი სისწრაფით, იცოდეთ და ამ ადამიანთან გელოდებათ ბედის დაკავშირება, ეს არის კოლოსალურად დიდი ცვლილებები, ეს არის საბედო ადამიანი, რომელთანაც გელოდებათ ბედით კავშირი და ეს ბედის ბორბალი დატრიალდება ისე რომ აბსოლუტურად თქვენი ემოციური ბალანსი, თქვენი დაფასება, მიმღებლობა, პატივისცემა, არჩევანის პოზიცია და მთლიანად გადატრიალება, აი ცხოვრების ორად გაყოფა, მანამდე და ეხლა, აი ეს შემოდის. რასაც მე თქვენ გისურვებთ, ვისი იყო გაშლა, არ ვიცი, მე ამას გავიგებ თქვენი კომენტარებიდან და როგორც ყოველთვის გისურვებთ, ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესოს. გისურვებთ თქვენ სულში ზეს.